აბრაამი იყო არფახადის პირდაპირი შთამომავალი. აბრაამი გამოსულია ქალაქი ურიდან, ქალდეას ურიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბრაამი იყო ქალდეველი. აბრაამი ცხოვრობდა ქალდეველთა ურში. მე რომ ვიცხოვრო სიტყვაზე საბერძნეთში, მე ხო ბერძენი არ გამოვდივარ. ძალიან მარტივია. ცხოვრება ერთია, შთამომავლობა მეორე. ქალდეველები არიან ჩვენ ხაზში, ანუ იაფეტის ხაზში. სინამდვილეში ქალდეველები იპყრობენ შუამდინარეთს, მათ შორის ქმნიან იქ დასახლებას ქალხუს და შემდგომში აბრაამი იძულებულია ეს ტერიტორია დატოვოს. ძალიან მარტივი რაღაცაა. თუ აბრაამი არის ქალდეველი, მაშინ ის ქალდეველებს არ გამოიყოფა, ხომ? შესაბამისად, აბრაამი თუ კი მოდის ქალდეადან, ის ქალდეველი არ არის. ის სხვა ეთნოსის წარმოადგენელია, რომელიც იქ ცხოვრობს. აბრაამი იყო სემის ვაჟი, არფახადის პირდაპირ შთამომავალი. ეს დასტურდება ბიბლიურადაც. რაც შეეხება მის შთამომავლებს, მის შთამომავლები არიან ებრაელები და არაბები. ანუ აბრაამის კოდი რომელი უნდა იყოს? არაბებს აქვთ J1 კოდი, ებრაელებს აქვს J2 კოდი. შესაბამისად, აბრაამს ხო ვერ ექნება G გენეტიკური კოდი, ანუ ქალდეველების კოდი. ხო ძალიან მარტივია. ანუ აბრაამს აქვს გენეტიკური კოდი J, რომელთა შთამომავლებიც არიან J1, J2, ებრაელები და არაბები. რაც შეეხება ქალდეველებს, ქალდეველების უმეტესობას აქვს G გენეტიკური კოდი. ამიტომ ნუ წერთ სისულელეებს. რაც შეეხება ნიმროდს, რომელიც ასევე ახსენეს კომენტარებში, ნიმროდი იყო ქამის ვაჟი კუშის შვილი. ნიმროდს არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენთან. ნიმროდმა მათ შორის შექმნა ქალაქი კიში, იგივე კუში. მამამისის სახელი დაარქვა ქალაქს შუამდინარეთში.